აბა როგორ ხართ ჩემო მეკობრებო, რა დაგიმალოთ მომენატრეთ, მოგიკითხავთ თვითონ თქვენთაგანს განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჩემი არხის გამომწერებს ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მათევნებთ თვალს და დღეს მოკლედ გავაკეთოთ ესეთი გაშლა, რა ჯადოსნური ამბები გელოდებათ უახლოესი პერიოდის მანძილზე. იყოს ორ ვარიანტზე. ერთი აი ეს იყოს და მეორე აი ეს ფერების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ და დავიწყოთ პირველი მეორე ვარიანტი და ვნახოთ აბა რა ამბები გელოდებათ უახლოესი პერიოდის მანძილზე. დავიწყეთ. აბა ვნახოთ ჯერ ვიბრძანდებით ვინ ელოდებოდა ჩემს გაშლას. ხო, ათიანი ხმლები, არ ვიცი ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ მე ახლა თქვენს ენერგიების მიყებით ალბათ უფრო დიახ, ასე ვიცი ხოლმე თქმა, ვიღაცამ თუ თქვით ახლა რომ ეს გოგო ძალიან ხშირად ასე ამბობს, იმიტომ რომ ეხა სიგნიფიკაციასთან ცოტა, თუმცა ამ სიგნიფიკაციის ნაწილშიც რა თქმა უნდა გეტყვით ამის მნიშვნელობას, მაგრამ მე მაინც რატომაც გონია ხოლმე რომ როცა სიგნიფიკატორის ნაწილში ეს არკანი ამოდის, უფრო ენერგიის ასე ვთქვათ ამბებს მიყვება ამ შემთხვევაში ტარო. ყოველ შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ ახლა თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც სხვა სურჩი დანას ჩაარტყამს ხო და უიმედობის ასე ვთქვათ კლიმატს შეუქმნის და ცოტა манипуляტორიც იქნება და მოძალადეც და თუმცა რა ვიცი შეიძლება ასეთებიც მიყურებთ არ გამოვრიცხავ მაგრამ მოდით ჯერ პროფესიებზე ვიტყვი, ვიღაცა შესაძლოა ექიმი მიყურებდეთ, უფრო ქირურგია, ტრავმატოლოგიის ნაწილში, ასევე შესაძლოა ბრძანდებოდეთ ვინმე სამხედრო პირი და ასევე აი რაღაც იცით როგორ სპორტთან დაკავშირებით, სადაც იარაღი გამოიყენება, ხმალი ფარიკაობა ალბათ უფრო ამაზე გადათამაშდება. და სამწუხაროდ ხო სასაკლაოს თანამშრომლებზეც ანუ საფლავი, მესაფლავი რაღაცა ეგეთი არ მინდა ეხა ამებზე ძალიან გავამახვილო ყურადღება, ну ჰაერის ნიშანი გასაგებია და გასაჟეგებია რომ უფრო მეტად შესაძლოა ტყუპებს შეგეხოთ. თუმცა მე არა მაინც ვერ მithმეს გული, უნდა ამოვიღო ერთი არკანი და დავამატო, იმიტომ რომ ვერც ირიბაც და ვერც პირდაპირ ასეთი ნეგატივით ვერ შეგამკობთ ჩემს მაყურებლებს და ვნახოთ რა გავაკეთო მეგობრებო. ძალიან დიდი ბოდიში მომითხოვია თქვენთან, მაგრამ მეორე ხმლების არკანი მაქვს, ბოდიშს გიხდით და არც თუ ისე სასიამოვნო, უფრო მეცაც ვიტყვი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ არასასურველი არკანია ნებისმიერი ტაროს დასტაში, ტაროს უფრო სწორედ ნებისმიერ დასტაში, ხო, სწორი რო ვიყო გრამატიკულად. შვიდიანი ხმლებიც ასევე არის ღალატის, თაღლითობის მოტყუების, არ ვიცი, მაპატიეთ, შეიძლება ვინმე ახალი შემომესწარით, თქვენი თავი უკეთესად იცით, თუ ჩათვლით რომ სადღაც რაღაცა ესეთი ენერგიების მატარებლები ბრძანდებით, რომლებმაც კარგად იცით ცხვრის ტყავში გამოხვევა, ოღონდ არ დაგავიწყდეთ რომ ცხრებს ხშირად კლავენ ხოლმე და ესე მგელით შემოეკვლევინებათ ხოლმე ზოგჯერ, ესეც გაითვალისწინეთ. ერთი ასე ვთქვათ ჩრდილოვანი მხარე ამ ამბავს ეს აქვს. ყოველთვის შეიძლება თქვენი ასე ვთქვათ მოქნილობა და თქვენი ეშმაკუნობები არ გაგივიდეთ, მაგრამ რა გავაკეთო ეგეთი ადამიანი ბრძანდებით, ვინც არ ახართ ასეთი, მოიკლავთ თავს ამ გაშლის ყურებით, შეეშვით. მაგრამ თუ მსგავსი ტიპაჟის ადამიანი მიყურებთ, გირჩევთ რომ განაგრძოთ ყურება ჩუმად. იტყვით რომ უყურებთ. უბრალოდ განაგრძეთ ყურება რომ გაიგოთ რა ხდება და რა გელოდებათ უახლოეს პერიოდში რაღაცა მე არ მგონია კარგი ამბები იყოს ასეთ სიტუაციებში ხოლმე, როცა ესეთ ადამიანს ვუყურებ, მაგრამ მაინც ვნახოთ.
აჰა, ბატონო ჩემო ვთქვი და ტარომაც დამიდასტურა. რა გელოდება თუ ახლოს პერიოდში? და ეს რას გვპირდება აბა ჩვენეთ, კიდე რას გვპირდება? აქ რა გვაქვს? დასტის ფონი. კაი. ჩემთვის გასაგებია და ვეცდები რომ თქვენც გაგაგებინოთ ახლა აქ რა კომბინაცია შეიკრა. არ იქნება უახლოესი პერიოდი თქვენთვის მარტივი. სამყაროს კანონების მიხედვით და მე სულ ვამბობ რომ სამყაროს რო ბალანსის წესდება აქვს და სამყაროს რო თავის კომპენსაციის კანონები აქვს. ნუ ესეთი არც ერთმა სასამართლომ, არც ერთმა ასე ვთქვათ სამართლებრივმა სტრუქტურამ არ ინატროს, ხო? რა გითხრათ მეგობრებო? დღეს სულ რომ მართლა ცხვრის ტყავში გამოკრული მგელი ბრძანდებოდეთ, სულ რომ არ ვიცი რაღაცა დიდ ტრამპლინებს ებოდინებოდეთ და დიდ მწვერვალებს და შესაძლოა ძალაუფლებაც გიჭირავთ ხელში და აკონტროლებთ ძალიან ბევრ რაღაცას და ძალიან დიდი ვიღაცაც გგონიათ თავი და ახალი წამოწყებებით გონებაში ძალიან აქტიურად გიზით, აქ არაფერი გამოგივათ. ძალიან მალე, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოგაჩენთ სამყარო და სამსჯავროს არკანით იმდენად მარტო დარჩებით, რომ მტერსაც არ ვუსურვებ. რაც შეეხება ქურუმქალის არკანით, აქ ხედავთ თქვენ ალბათ, ქალბატონს წითელი ვაშლი უკავია ხელში, აქ არ არის ვთქვათ ის ტრადიციული ამ დასტაში ქურუმქალს არ აქვს ტრადიციულად ხო ხელში სიბრძნის წიგნი, აქეთ ყვავილები აქვს და აქეთ ვაშლი. მოკლედ, რისი თქმა მინდა, როგორი ტაქტიკითაც და რა ენითაც თქვენ ესაუბრებით ხვებს და სამყაროს, იმ ტაქტიკით და იმენით მოგიტრიალებთ სამყარო თქვენ ამ ყველაფერს, თქვენს დათესილ ასე ვთქვათ სარეველებს, მაპატიეთ აქ მე სხვა ბალახს ვერ ვხედავ და ძალიან წარეთ ჩაგარწყამთ. აი, იმდენად წარეთ ჩაგარწყამთ, რომ რა ვიცი რა გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ თქვენზე გამწარებულმა ადამიანმა იძიოს შური და სწორედაც რომ პირდაპირ მნიშვნელობით იყოს ეს ვინმეს მხრიდან თქვენზე ძალიან აქტიურად დაბრუნებული ბუმერანგი. ჩიხები, კი ბატონო. ნახეთ ახლა. всё. სწორად მივდივარ, უყურეთ. ამ დასტაში ძალიან განსხვავებული არკანებია ზოგადად და არკანი ძალაც ნახეთ როგორია დააკვირდით. თუ ჩვეულებრივ, ანუ სტანდარტულ დასტებში წარმოდგენილია უკაცრავად მაპატიეთ უკაცრავად წარმოდგენილია ნახეთ ანუ გოგონა ან ქალი ხო ზოგადად ლომთან აქ მამაკაცია ესე ორთაბრძოლის ნაწილი მიმდინარეობს და ნახეთ კისერს უგრეხს ლომს ხო ანუ აქ ძალთა ბალანსი დაცული არ არის და აქაც აი როგორ გითხრა შეჯიბრის მომენტი უფროა რა ვინ რომელის დაამარცხებს და რომელი აიღებს ხელში ძალაუფლებას გადაწყვეტილება ძალიან ისეთი ხისტი ძალიან არც თუ თქვენთვის სასურველი და სასიამოვნო მე ასე ვიტყოდი ხო თან აქ გამომრჩა ნახეთ როგორ კი იქით გულის ფორმით ნათელში გასასვლელი კია და იქით რაღაცა სინათლე მოჩანს აქ ნახეთ როგორი სტალაქტიტები სტალაგმიტებია წარმოდგენილი ანუ თან სიბნელე დაბლა ნახეთ როგორი იამები ნუ მოკლედ არასასურველი ასე ვთქვათ ემოციებს აღწევს ხო ეს არკანი ისე რომ ან შესაძლოა ვიღაცამ თქვენს მიერ გაკეთებული საქმეების წილად ძალიან ისე მოგიზღათ როგორც აი
როგორც თვლიან რომ იმსახურებთ რა, როგორც სხვა გაამწარეთ, ასე გაგამწარებენ. ეს შესაძლოა ქალსაც უკავშირდებოდეს უკაცრავად, მაგრამ ხო, დიდი ალბათობით შესაძლოა ეს ქალსაც უკავშირდებოდეს, რომელიც თქვენ ასევე გაამწარეთ და ძალიან ძიმედ დაგიბრუნებთ თავის თქვენს ასე ვთქვათ ჩადენილ საგმირო საქმეებს რა, საქმენი საგმირონი, რომლებიც თქვენ ვიღაცასთან ძალიან ისე არ ვიცი, ისე მართლა წითელი ვაშლით და თაიგულით მიხვედით და ძალიან გაამწარეთ ვიღაცა რა. ბუნებით ძალიან მაპატიეთ, მაგრამ აი არა სწორი ენერგიების მატარებელია და გასაგებია ეშმაკი. ძალიან ისეთი რა, აი არასასურველი ენერგიების მატარებელი ადამიანი ბრძანდებით და სწორედ იღებთ კიდეც იმას, რასაც იმსახურებთ იმის წილად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც დათ ესეთ. აი, ერთი არკანიც კიდევ ნახოთ. ხო, შეიძლება ინანოთ, შეიძლება ინერვიულოთ, შეიძლება მერე ბევრი რაღაცა გადახარშოთ, გადაატრიალოთ საკუთარ გონებაში, საკუთარ ფიქრებში. ეს ასე არ უნდა მექნა, ეს ისე არ უნდა გამეკეთებინა. შეიძლება გულწრფელად მიხვდეთ კიდეც თქვენს არასწორ ნაბიჯებს. აქ ისეთი ძალის საპირწონე გაქვთ ის ადამიანი, ვინც თქვათ თქვენ ამ ყველაფერს გიტრიალებთ უკან, ანუ ვის ხელითაც სამყარო ძალიან ისე გარტყამთ კისერში. კონკრეტულ წერტილში და სერიოზულ ნოკდაუნში შეიძლება რომ ჩაგაგდონ და მოკლედ ისე რომ მე მაინც არაფერი გიშვერებათ. მაპატიეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც არ ხართ ასეთი ენერგიების მატარებელი ადამიანი, ვინც ასე არ გრძნობთ თავს, ხოლმე ეს კიდევის არკანიც დამით და დასტის ფონად გაატარეთ. მოგუსმენთ ამ გაშლას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი იცნობთ თქვენს თავს ამ ყველაფერში და ფრთხილად იყავით. ჯადოსნობების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჯადოქრობები შეიძლება თქვენს ანგარიშზე ძალიან მრავლად დაჯდეს. კარგით? მადლობა ჩემო კარგო ადამიანებო, მე დასტა შევცვალო, იმიტომ რომ ამ ენერგიების ადამიანზე გაშლის მერე აღარ მინდა ამ დასტის გაგრძელება, ამ დასტით უფრო სწორედ გაგრძელება და ვნახოთ მეორე ვარიანტი. უკაცრავად დასტის ამოვიხდებ. და ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინ ბრძანდებით. ორი არკანი ამომყვა ერთად და ვნახოთ ვის არის ეს გაშლა. ოხო, სამყაროს არკანი და ცხრიანი თასები, დედა რა კაი ენერგიები შემოვიდა. თქვენ გაიხარეთ ადამიანებო, თორე აი ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი პირველ ვარიანტს და როდის ასე ვთქვათ, გამოვიდოდი იმ ინფორმაციული ნაკადიდან. სამყაროს არკანზე შემიძლია იცით თქვენ, რომ ვისაუბრო უსასრულო და აი არ ვიცი, ყველა ჭრილსა და ყველა წახნაგიდან შემილია განვიხილო ხო ამ ტიპის ადამიანი, აი არ ვიცი, ადამიანი რომელიც თვითონ არის იღვლიანი ბილეთი. თვითონ არის ასე ვთქვათ წარმატების ფორმულა, ხო? თვითონ არის მთლიანობა, სინათლე, ჯილდო, არ ვიცი, აი როგორ გითხრათ, ადამიანი, რომელსაც დაყვება რა, ესე აი ყველანაირი დადებითი ენერგია უკან დაყვება. სხვა შორის შესაძლოა ემიგრაციაშიც იყოთ ახლა, ვინც მიყურებთ, მიგრირებასთან მაინც აქვს კონტაქტი, ასე ვთქვათ ამ არკანს, შესაძლოა ბრძანდებოდეთ, არ ვიცი, ისეთი საქმიანობის წარმომადგენლები, რომლებიც დაკავშირებული არიან ჰაერთან, რომლებიც მოგზაურობასთან არიან დაკავშირებული, რომლებიც დიპლომატიასთან არიან დაკავშირებული, ასევე შესაძლოა რაღაცა მაპატიეთ
უკაცრიად ზოოსფეროსთანაც იყოთ კავშირში, ასევე სამშობიარო სახლის თანამშრომელი, ნებისმიერი პოზიციის და მოცეკვავე. მე მაპატიეთ რა დამემართა რაღაცა ძალიან უცნაურობები მჭირს ამ კაშლის დროს. ცხრიანი თასებით რა შემიძლია გითხრათ, ძალიან ემოციური. ძალიან როგორი იცით, ბილი სხვათა შორის მეოცნებიც, მაგრამ ამ ოცნებების ასრულება ყოველთვის გამოგდით. ყოველთვის აღწევთ თქვენს მისანს თითქოს. როგორ გითხრათ, ტრიუმფი თქვენი თანდევია, საკმაოდ მაღალი თვით შეფასება გაქვთ, ძალიან სექსუალური ადამიანიც უნდა იყოთ, ძალიან ცივი ენერგიებით, ყველგან რომ გამოგარჩევენ და იგრძნობენ თქვენს არსებობას, ხო? არ გამოვრიცხავ პროფესიით, რომელიმე თქვენგანი იყოს რაღაცა ესეთი სასტუმრო სარესტორნო ბიზნესის თემაში, ან შეფმზარეულზეც გადათამაშდება, კულინარია, სომელიე, დეგუსტატორი, არ ვიცი, რაღაცა ეგეთი პროფესიები შესაძლოა იყოს. მიწის სტიქი ან წყლის სტიქია, ხო, ეხლა ეს გასაგებია, რომ სამყაროს არკანია და ეს გასაგებია, რომ თასებია, ხო, თხის რქა რაღაცა თევზები, ეს მომენტი შესაძლოა მიყურებდეთ. მოვიხილე, ძლივს გამოვედი იმ ენერგიებიდან და ვნახოთ ახლა ამ შესანიშნავი ბატონის თუ ქალბატონის ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის მანძილზე რა შემოდის ან ვინ შემოდის. ვნახოთ მეგობრებო. ორიანი პენტაკლები, ხმლების რაინდი და ორიანი თასები. ორიანი გვიზის მაგიდაზე და მოდით ერთი არკანიც დავამატოთ. და ვაი, სად გადამიფრინდა? ათიანი ხმლები. ეს რას უკავშირდება, აბა გვაჩვენე. რატომ? ერთი კი არა, მოითხოვა საკმაოდ ბევრი არკანის დამატება. და მე მგონი ვიცანი ეხლა ვისაც ვაკეთებ ამ გაშლას. თვითონაც მიმიხდება. მე მგონი ვიცანი მეგობრებო, ვისაც ვაკეთებ ამ გაშლას. თვითონაც გაიღიმება, ეხლა დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ და მე რა იქნება. მე მაინც მიყვები პირველ სამარკანს, იმიტომ ძირითად ინფორმაციას გავახმოვანებ ის რა მოდის და რის მერე მოდის კი გამიშალა აგერ გემრიალად, იმიტომ რომ მე მაინტერესებდა ეს რაც მოდის, რას უკავშირდება. და ახლა მივყვეთ, როგორც ვიტყვით ხოლმე, ანიდან ჰოემდე. მოკლედ, თქვენს ცხოვრებაში, მეგობრებო, შემოდის, ასე ვთქვათ, რაღაცა როგორი ადამიანი იცით, არ გამოვრიცხავ ფორმიანი ადამიანი იყოს, რომელიც ძალიან დიდ ემოციებს მოგიტანთ. ძალიან ისეთ მზრუნველობას მოგცემთ, ადამიანად გაგრძნობინებთ თავს, ხო, ქალია კაცი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მიყურებთ, ხო, თქვენი საპირისპირო სქესი. ადამიანი, რომელიც იმ სიმყუდროვეს მოგანიჭებთ, იმ სიმშვიდეს მოგანიჭებთ, რაც აქამდე არ გქონიათ. შემოვა როგორი ადამიანი, ცით ბევრს რომ არ ლაპარაკობს, მაგრამ მოქმედებს. არ არის ეს უციპუცი მისი თემა და რაღაცა შენ შემოგევლე, მაგრამ ერთს ჩაგეხუტება და მიხვდები, რომ დაცული ხარ, მიხვდები, რომ არაფრის არ უნდა შეგეშინდეს, მიხვდები, რომ შენ სადგილას ხარ. რაღაცა გაყოფილი ენერგიების თემა მაინც მოდის აქ უკაცრავად ცხრიანი თასები კი არა, ორიანი თასები იყო, მე ასე მახსოვს, რომ ამოვიღე. ზუსტად მახსოვს, ნამდვილად მახსოვს, შეგიძლიათ გადაახვიოთ და ნახავთ. ეგ ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ორიანი მედო მაგიდაზე და ეს მე დანარჩენი რომ ვნახე, ეგ თემა იყო.
მაგრამ სად დამეკარგა ეხლა აი ეს ორიენტასები იყო ეს მე ამოვიდა მაგრამ ნუ აქაც იგივე მომენტია ხო ადამიანი რომელიც არ ვიცი აი პირდაპირ მნიშვნელობით ზურგიდან დაგიდგებათ და არავის მისცემს თქვენ ზურგს უკან ქმედებების უფლებას. საჭირო იქნება ბრძოლისას გულკერძზე აგეფარებათ, ხო წინ აგეფარებათ და თქვენი ფარი იქნება. არ ვიცი, აი ადამიანი როგორ გითხრათ, რომელიც ძირფესვიანად შესცვლის თქვენ ცხოვრებას სწორი სისწორისკენ. ნახეთ, აი მართალი სწორი ადამიანი და სწორი ენერგიები შემოვა თქვენ ცხოვრებაში. აი მერყეობის დაიწონას ფონზე. ახლა მე გეტყვით თქვენ, რომ სავარაუდოდ თქვენ ძალიან დიდი ნერვიულობები გამოიარეთ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ძალიან გეტკინათ. ძალიან ბევრი ჩიხიც იყო შესაძლოა დაბლოკილი ურთიერთობა იყო, გაურკვეველი ურთიერთობა იყო. საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა თქვენი ტრანსფორმაციის პერიოდი. მოკლედ, აი როგორ აგიხსნათ რა, ორში მარტო იყავით. თითქოს იყო და არსებობდა ადამიანი, მაგრამ რეალურად მარტო იყავით. აი, როგორ გითხრათ, პანაშვიდად რო უფრო გიქციათ ცხოვრება, ვიდრე ვთქვათ ზეიმად. აი ესეთი ადამიანი რატომ უნდა გინდოდეთ, არ ვიცი, მაგრამ ნუ ესეთი ენერგიები მოდის. სულ ფრთხილად რო იყავით, სულ თავდაცვაზე იყავით გადასული, სულ ელოდებოდით რა, აი თქვენს ხან თავსი დანაშაულებდით, რომ გაშვებული რაღაცა შანსები გავუშვი, შესაძლებლობები გავუშვი, აუ ასე კი არ უნდა მიმეწერა, ისე უნდა მეთქვა. გაურკვეველი დაფარული ამბები ძალიან ბევრი იყო თქვენს შორის და ნუ რა თქმა უნდა, გულისკენაც ძალიან მრავლად იყო. თითქოს ის ურთიერთობა, რომელიც აი უნდა აყვავებულიყო და ასე ვთქვათ, წინ წასულიყო, დროზე ადრე ჩამოჭკდა, დროზე ადრე მოუწია ზამთარმა და სიცივემ. მაგრამ სამაგიეროდ ახლა შემოვა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც პანაშვიდებს არ ანახეთ, ზეიმების ივენთების ხასიათზე დაგაყენებთ, რომელიც თქვენ დაგიბრუნებთ საკუთარ თავს, რომელიც თქვენთვის იქნება იმპერატორი და აბა ვინმე ჩემს საკუთრებას მოეკაროს, ეს ადამიანი ჩემია, ეს ადამიანი მარტო არ არის, მე მას ვყავარ, ანუ ეს ძალიან ხმამაღლა რომ გამოაცხადებს ყველასთან, აქ აღარ იქნება აი არანაირი როგორ გითხრათ, დაფარული არანაირი გაურკვევლობა, აბსოლუტურად არანაირი სტრიქონშუა საუბარი და სამართლიანობის არკანით ბოლოს და ბოლოს ძალიან დიდი ტკენების და ტრანსფორმაციების და ნერვიულობების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში დადგება ისეთი აი როგორი იცით ძალიან მშვიდი, ძალიან ემოციური სასწაული განცდებით და გრძნობებით სავსე პერიოდი და აგერ ეტლის არკანი რასაყვარელი არკანია ნახეთ საათიც არის აქ ნაჩვენები და მოცემული ნალის სიმბოლოა ხო მანდალის სიმბოლოა ყვავილების სიმბოლოა თუ კი რამე და მაღლა უსასრულობა ხო აი ძალიან დიდი სტაბილურობა შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში აქ ურთიერთობაზე მომიყვა ცალსახად ადამიანმა და რაღაცა მე მგონი გაშლაც როგორც მინდოდა თავიდან როგორც დავასათაური იმ კუთხით არ წავიდა, მაგრამ ნუ როგორც წავიდა, საკმაოდ ესეთი ინფორმაცია კი მოგვაწოდა და მეორე ვარიანტს გისურვებთ ამდენი ტკივილის და ამდენი პანაშვიდების მერე მოკლედ ზეიმებს და გაფურჩქნას და გაყვავებას ჩემო კარგო ადამიანებო. კარგით, სულ ეს იყო დაგემშვიდობებით. ნახვამდის.